ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ვიცავს. მე კიდევ ვფიქრე ყავის სუნდ გავაღვიძე თქო. როსოყარელი ხარ. ვიღა მეშველებოდა შენ გარეშე. აი რა, მე რა შუაში ვარ. აპარატი ასხავს ყავას. მარტო თითის მიჭერა უნდა. აი ეს უყავაზე ამბობ. იცი აი რაღაცნაირად მართალია მამაჩემი. ანუ არ შეიძლება ამდენი ხანი სხვასთან ცხოვრება. ანუ მე სხვა ვარ? ხო იცი რომ ეგრე არ მგულისხმობ. უბრალოდ ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ეგ არის შენი სიკეთით ბოროტად სარგებლობალიზი. რა გჭირს, რა ხასიათზე გაიღვიძე? არა მართლა. რაღაცნაირად აი სულ მასპინძლის როლში ხარ და ჩემს რეჟიმზე ხარ მორგებული და რა ვიქნებ გინდა რომ სადმე წახვიდე შენს ოთახში ჩაიკეტო და რა ვიხ მამაღლა მოусმინო მუსიკას. კაი რა, ეგ თუ მომინდა ყურსასმენებს გავიგეთებ. სადმე წასვლას რაც შეეხება, ისედაც ყველგან ერთად დავდივართ. მოდი დაწყნარდი ხო? ძალიან მომწონს აქ რო ხარ. ანუ მეც მომწონს აქ რო ვარ, მაგრამ არ შეიძლება ეგრე რა უნდა მოუწებნა უკვე ბინა. რა ბინა? რა ვიქირავ? ხადაო ხო? იცი რა ღირს ბინები? რა ღირს? აი აკოს მეგობარი როა ნოა. ეგ ქუთაისიდანაა და დეიდამისთან ცხოვრობს. იმ დღეს ამბობდა ცხალკემინა გადასვლაო, მაგრამ აი ყველაზე პატარა ბინა ვაკეში $700 ღირს. ხო და რა ვიხარ, ნუ იქნება ვაკე იყოს. ვერა. თუ ვერაზე თანახმა ხარ აშიკა. არა მართლა ის სერიოზულად ვამბობ. უნდა მოუწებნო რამე. და რითი გადაიხდი? ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ მანამდე მოვიფიქრებ რა რამეს. კაი, შენ იფიქრე. მე მანამდე აბაზანაში შევალ. შედი. ბებო გამიღე რა კარი. ბებო გთხოვ გამიღე. აუ ისე მაინც მითხარი, მე დავაშავე რამე. შენ არა. გენაცვალოს ბებო. წავიდა? ხო წავიდა. მაგრამ მითხრა ელენეს თუ რამე მოუნდება დამირეკეთ და 5 წუთში მანდ გავჩდებიო. არ მოუნდება თქო. რატო ბებო? მამაზე ხარ გაბრაზებული? კი, თან ძალიან. აი ყობასნაირ მამას ადამიანი გაუბრაზდება? მატყო არა. არ თქვა ბებო ეს. მატყო არა და რატო არ უნდა თქვა? კიმრა რა მოხდა ასეთი? აღარ უყვარვართ არც მე და არც დედა. ბებო, არ გწვენია მაგას როგორ ამბობ. არა, თვითონ უნდა წვენოდეს. იცი რა ვნახე? ვიცი არასწორი საქციელია სხვისი მესიჯების წაკითხვა, მაგრამ ესე იგი მამას მესიჯები წაიკითხე და კიდე შენ ხარ დაწყენი? იცი რა ეწერა? მიყვარხარ მომენატრეო და ერთი სული მაქვს ოდეს გნახავო. კაი რა ბებო რა, მილიონჯერ მიმიწერია ნუნუსთვის, მიყვარხარ მენატრები და ერთი სული მაქვს როდის გნახავ მეთქი. არა, არ იყო ეგ მეგობრული მინაწერი. თან იცი ვინ წერდა? ქეთი. და რა? ქეთი არ არის მამას მეგობარი? არა. ბებო, იქნება რაღაცა ვერ გაიგე ისე კარგად, არა, ზუსტად ეგრე ეწერა. ბებო, იქნება მამა დაეხმარა რაღაცაში და მადლობის ნიშნად მოწერა.
ერთი სულ მაქვს, როდის გნახავო? ხო, როდის გნახავ, იმიტომ რომ რაღაც მოგიყვეო. არა. არა იყო რეკოს. ой, მეგონა მარტო იყავი. გამარჯობა. გამარჯობა. მოგიხმარები. გამარჯობა. მადლობა. საწავ იყო? სადმე იქნია? აი, მე მივხედა. ანა, ყავას დალევ. არა, არ მინდა. მაშინ მოდი დაჯექი ჩვენი სტუმარი უნდა გაგაცნო. ზაზა. ეს არის ჩემი ანა. მივხვდი, სასიამოვნოა, ზაზა. ჩემთვისაც. ანა, ზაზა ცნობილი გამომძიებელია. ვიყავი. 3 წლის წინ წამოვედი პოლიციიდან. მე და ზაზას მეუღლე წლებია ერთ სალონში დავდივართ. როცა იმ ნაძირალას ამბავი მომიყევი, მაშინვე ზაზა გამახსენდა. აგერა დედა რატო შეაწუხე ხა ადამიანი? ჩემი შეწუხება არაფერია, მთავარია საქმე გამოგვივიდეს. საქმე იმაშია, რომ მე ძალიან მეყვარება რამე გამოვიდეს. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს და ამ ადამიანმა ყველაფერი საერთოდ ჩემს საწინააღმდეგოდ შეატრიალა. ცილს მწამებს, მაბრალებს რაღაცებს და ასე შემდეგ, ასე რომ ვიცი, მომიყვეკეთ. ზაზა, ასე უიმედოდაა საქმე. არ ვიცი, ჯერ რაღაც დეტალები მაინტერესებს. კარგად უნდა გავერკვე. თქვენ აღარ მუშაობთ ხო პოლიციაში? არა, აღარ მუშაობ, მაგრამ ჩემი სააგენტო მაქვს, ასე ვთქვათ, კერძო დეტექტივი ვარ. იცი რამდენ ადამიანს ეხმარება დედიკო? არა, მესმის. უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ ხელმოსაჭირის საერთოდ არაფერი არ მაქვს. და თქვენ თუ რამე სასწაულის მოხდენა შეგიძლიათ, არ ვიცი, ნამდვილად. მომისმინეთ, მოდით, ჯერ ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მომიყევით. მე რამოდენიმე შეკითხვას დაგისვავთ და მე ვნახოთ, იქნებ სულაც არ გვჭირდება სასწაულის მოხდენა. არ უნდა ეხლა მაგას არ ვიცი, ადამიანი შეწუხდა და თვითონ მოვიდა, მოუყევი ყველაფერი. უკაცრავად ბავშვიტირის მე გავაბავშვი, ხედავ თქვენი საუბრეთ. აბა, ისმენთ. შენც აი ხა თუ ყობა ხარ და სოსისი არ მოგიტანია, გიჩევია გაბრუნდე უკან. არც ყობა ვარ და არც სოსისი არ მომიტანია. სამწუხაროდ. აა ვიხუმრე. შემომიშვებ? ანა, მოდი იცი რა ვქნათ? ჩაიცვე, მეც მშია და სადმე დავსხდეთ თუ ჭამოთ. აუ იცით, სამსახურში უნდა წავიდე. მობძანით. თურმე როგორ გავს რეზი, ზუსტად ასე ალაგებს. თავარია თვალს მოაშოროს. მიდი ხარ უკვე სამსახურში? დიახ. კარგი, რომ რჩები, მაშინ დამირეკე. და სადმე გავიდეთ ვივახშოთ. ანა, რატო უნდა ვივახშოთ სადმე? მითხარი რა გინდა და ყველაფერს დაგახვედრებ. არ, ნუ შეწუხდებით. რა შეწუხება, აბა, ვისი გულისთვის უნდა შევწუხდე? რომელზე ამთავრებ? აი, არ ვიცი, ხარ როგორ. დაახლოებით მაინც. კარგი, მაშინ ასე მოვлопარაკოთ. მე ყველაფერს გავამზადებ და 5 საათიდან დაგელოდები. აუ, დღეს მართლა ვერ შევძლებ. ბევრი საქმე მაქვს ცეხში. მართლა საქმის გამო ვერ მოხვალ თუ რამე სხვა მიზეზია? არა, სხვა რა უნდა იყოს? არ ვიცი. რაღაც ამ ბოლო დროს თავს მარიდებ. აღარც მირეკავ. ნუ ახლა მოსვლაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. აი, ცით. ხა ესე მიეწყო, ბევრი შეკვეთა მაქვს და მართლა ვერ ვახერხებ რა. მომისმინე. კიდე 35 წელი რომ გავიდეს, მაინც მივხვდებოდი რომ შენ ყუი. ესე რომ არა გუშავს, ახლა მე წავა. არავის გამო და არაფრის გამო აღარ დაგკარგავ.
ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი. ყოველდღე მაგას მეუბნები. ხო და ყოველდღე განსაკუთრებული ხარ. მაშინ შენ უფრო და უფრო საყვარელი და სიმპათიური რა თქმა უნდა. ამშიერი. მე ხო გითხარი რომ კარგი სტეიკი აქვს თქო აქ. ხო, მაგრამ არ მიყვარს ეს მარტო ჭამა. აი შენ თუ შეჭამი, მეც მე არ მინდა ეხლა თან ლიზისთან სამჯერად გაძლიერებულ კვებაზე ვარ და თან უარის თქმის უფლებაც არ მაქვს. აუ შენ გაძლიერებული ყვება, ჩემთან უნდა გინახოთ, რომ გადმოხსულიყავი. ზუსტად მაგაზე მინდოდა ლაპარაკი და არ ვიცოდი საიდან დამეწყო. რაზე? ჩემთან გადმოსვლაზე გადაიფიქრე? არა, მაგრამ იმიტომ არა რომ შენი მშობლების საწინააღმდეგო მაქვს რამე ან აბა რა. უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ხო. ზრდასრული ადამიანები ცალკე უნდა ცხოვრობდნენ. ხო მეტახმები? ხო, გითანხმები. ხო. და ვიფიქრე რომ ბინა ვიქირავთ და ერთად გადავიდეთ თქო. ой. სერიოზულად მეუბნები? ხო აბა. თანახმახარ?